თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვარჯიშის მერე მაგარი მოშიებული ვარ ხოლმე, ამიტომ ახლა ერთად გავაკეთოთ და მივირთვათ ბურგერი, ყველი соуსი და ფრი. რადგან კალორიულ დეფიციტში არ ვარ და პირიქით სასურველია, რომ ჭარბი კალორიებიც კი მივიღო, ამიტომ ასეთ მსუყე და არც ისე ჯანსაღ საჭმელს შემოგთავაზებთ, თუმცა სახლში გაკეთებული ალბათ მაინც ჯანსაღი იქნება. პილატესზე სიარული განვაახლე და მგონია, რომ ყოველი ვარჯიშის მერე უფრო და უფრო ჯანსაღი ვბრუნდები და უფრო გაძლიერებული. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მარტივ და მსუბუქ ვარჯიშებს ვაკეთებ, ჩემთვის ეგეც მიღწევაა, ამიტომ დამიფასეთ. მოკლედ მჟავე კიდე დავჭერი, აისბერგი თუ სალცის ფურცელიც დავჭერი და ახლა გავაკეთოთ соуსი. ზუსტად არ ვიცი, რას როგორ გავაკეთებ, ანუ პროცესის განმავლობაში მივხვდები რა დავუმატო. დავიწყოთ მაიონეზით, მივუმატოთ კეჩუპიც. ცოტა პილპილს მივაყრი, ცოტა მარილიც, ცოტა დიჟონის მდოგვი და ცოტა წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრიც, იმიტომ რომ მე მჟავე კიტრი ძალიან მიყვარს და მინდა რომ соусშიც იგრძნობოდეს და ცალკეც. თან ცოტა Big Mac-ის соусის ვაიბები ექნება. აი ასეთი соуსი მივიღეთ საბოლოოდ. ახლა გეტყვით საბოლოო ჯამში რა ექნება ჩვენს ბურგერს. სალათის ფურცელი, მჟავე კიტრის соуსი, ალბათ ბევრი ყველი და რა თქმა უნდა ხორცი. მე პომიდორს არ ვუმატებ, იმიტომ რომ ბურგერებში და სანდვიჩებში პომიდორი მაღიზიანებს ძალიან, მაგრამ შეიძლება პომიდორის დამატებაც. ხახვს რა თქმა უნდა არ ვუმატებ, იმიტომ რომ ვერ ვიტან. აქ მაქვს ფარში, რომელიც ვიყიდე კატლეტისთვის, ვყინავ ხოლმე წინასწარ ვამზადებ და მე როცა მომინდება გამოვიღებ და შევბრაწავ ხოლმე და ყოველთვის როცა ფარს ვყიდულობ, ერთი დღე, პირველი დღე, სანამ ფარში ახალია, ყოველთვის ვაკეთებ ასეთ ბურგერს. და თან ცოტა ესეც არის, გახალისებაც არის მენიუსი. ვიკეთებთ ხელთათმანს, იმიტომ რომ ხორცთან შეხება არ მიყვარს. ახლა აქედან ამოვიღებ ერთ გუნდას თვალის ზომით, რასაც ჩავთვლი, რომ ჩემთვის იქნება საკმარისი. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ გაიშლება და ბრტყელდება და მერე ზომაშიც მოიკლებს, იმიტომ რომ როცა იწვევი პატარავდება ხორცი. აი, ამ ხელა გუნდა გვაქვს. ეს ჯერ კიდევ ცივია, მაცევრიდან ახალი გამოღებულია, მაგრამ მაინც ვეცდები, რომ ეს დაბრახუნებით ცოტა შევკრა. ამ ხორცმა ცოტა ხანი დაისვენოს და ახლა ფრის მივხედოთ. ეს არის კიდევ ერთი არაჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც აეროგრილში შევწვავ, გაყინული ფრი, რომელსაც ბევრი ცხიმი ისედაც აქვს, მაგრამ პლუსი ის არის, რომ ზეთში აღარ შევწვავ. მაკდონალდსის ფრის ზომებია. და გავუშვათ 180 გრადუსი და ალბათ 20 წუთამდე რა, შევხედოთ გზაში. დაახლოებით 10 წუთის გასვლის შემდეგ დავიწყებ უკვე ხორცის შეწვას, რომ დაახლოებით ერთ დროს მოუწიოს ფრისაც და ბურგერსაც დამთავრება. მანამდე გავხეხოთ ჩედარი ყველის соуსისთვის. ეს ჩვენი გახეხილი ჩედარი და ყველის соуს ალბათ ხორცი რო თითქმის შემწვარი იქნება, მაშინ დავიწყებ. დიდი ომი გადავიარე და საბოლოოდ მაინც გამოგვივიდა ბურგერი. რაღაცებს უკვე ერთდროულად ვეღარ ვასწრებდი, თან ხორციც მიმეწვა, მაგრამ ეგ არაფერი, მე მაინც დამწვარი ხორცი მიყვარს. კარგი იქნებოდა, რომ დრო მქონოდა პურის გასახუხად, იმიტომ რომ ბევრად გემრიელია ასე, მაგრამ რას ვიზავთ, ეგეც არ აუშვებს. არა, პურს უნდა დაგახუხვა. მაინც უგემრიელესია. გავსინჯოთ ყველი соуსი და ფრიც. ყველი соуსი რაღაც უცნაური გამოვიდა, ელარჯივით იწელება, მაგრამ ნახოთ გემო როგორი აქვს. ვერ გავწყვიტე. მე მგონი ასეთი არ უნდა გამეკეთებინა რა. ანუ უბრალოდ ცუდი ყველი გამოვიყენე ალბათ.
კაი, მოდი გავსინჯოთ. ყველი соуსი არის მართლა ელარჯივით და რა თქმა უნდა, არ უხდება. უნდა იყოს უფრო სხვანაირი. ეს არ გამომივიდა კარგი. მაგრამ გავაგრძელებ მუშაობას და ბოლოს მაინც დავხვეწ ისა, რომ გემრიელი ყველი соуსი გამომივიდეს. ფრიკაია. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი ქაოსური ბურგერის მომზადების ვიდეო. ახლა გავაგრძელებ მეჭამას და დაგემშვიდობებით.